რა ჯობია იმ გრძნობით ცხოვრებას, როცა შენ აგურსდებ საქართველოს გაბრწყინებაში. რატომ ვერ უნდა შევძლოთ ერთმანეთის სიყვარული და ზრუნვა, ცხოვრების ხარისხის გაზრდა, როცა ბებო და ბაბო სოფლებში წამლის ფულზე არ ინერვიულებენ, როცა ვალების მაგივრად მომავალზე ვიფიქრებთ და მათხოვარი ლიფტებით არ ვივლით. რცხვენია, როცა საქართველოში ქუჩაში გავდივარ, ამდენ გაჭირვებულს ხედავ. გული მიკვდება ჩვენს თვალწინ ნაგლეჯ როგორ გვართმევენ მიწას. ჯერა რომ ამ გრძნობას ყველანი ვიზიარებთ. ვიცი რომ ინიციატივები, რომლითაც გამოვდივარ, სენსიტიურია და ამავდროულად თითქოს და პოლიტიკური. ამიტომ აქვე ვაფიქსირებ. აზრი არ აქვს ვინ იქნება მმართველობაში. მანამ სანამ ერთი აზრით, ერთი მიზნით არ ვიმოძრავებთ. სანამ მისიონერები არ დაუბრუნდებიან ქვეყანას. შესაბამისად, ლოგიკური არჩევნებმა გადაწყვიტოს და შევწყვიტოთ ერთმანეთის ჭამა. ისედაც ბეწვის ხიდზე გადის ქართული ეკონომიკა. საქართველო გაბრწყინდება. ეს მანამ იარსებებს ჩვენში, სანამ რეალობად არ ვაქცევთ. და ამის მოხდენა მხოლოდ და მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. დროა მივიღოთ გადაწყვეტილება. სწრაფი ტემპით დავიწყოთ რეფორმების გატარება და დავეწიოთ დროს. მოვამზადოთ ასაშვები პლაცდარმი ახალგაზრდა მისიონერებისთვის, რომლებიც იტვირთებენ უდიდეს საქმეს, აღორძინონ ქვეყანა. ან წარმოდგენაც არ მინდა, როგორ შეიძლება გაუშვათ შანსები ხელიდან, როგორ შეიძლება ჩამოვრჩეთ დროს, ერებს, ქვეყნებს, ტექნოლოგიას, განვითარებას, როცა ყველა მხრიდან ჩვენზე გავლენას ახდენენ და ამავდროულად გაუთავებლად ვჭამთ ერთმანეთს. ეს არის ჩემი გულწრფელი გრძნობა, რაც მჯერავს ყველა ჩვენშია. საიდანღაც ვიცით, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გაბრწყინდება, მოდი ვიპოვოთ ეს შიგნით ჩვენში და აი ამან მოგწეს მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ერთად რეალობად ვაქცევთ. რა უნდა გავაკეთოთ? გავაანალიზოთ რა დროში ვცხოვრობთ. გავინახოთ რა ხდება გლობალურად. ამავდროულად ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ერთმანეთს. მომავალი უამრავი შესაძლებლობებით არის სავსე. გამოვიყენოთ ყველა მათგანი და აქვე წარმოვიდგინოთ რა მაგარი მისია ადამიანებისთვის, ვისშიც არ არის განვითარებული და ფესვგადგმული მომაკვდინებელი ცოდვები. ისინი, ვინც გულანთებულები გაემგზავრებიან ყველა ცოდნის მოსაგროვებლად, რაც კი არსებობს დედამიწაზე, რომ მოახმარონ ჩვენი ქვეყნის აღორძინებას. ახალი თაობა, რომელიც ჩვენი ერის გაგრძელებები და იმედები არიან. ერთობით საქართველო გაბრწყინდება.